სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის 12-დღიანი პროტესტის შემდეგ საქართველოს მთავრობამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილება შეცვალა. გაერთიანების პროცესი აღარ განხორციელდება. ამ მიზნით პარლამენტმა დაჩქარებული წესით უკვე მიიღო კანონპროექტი, რომლითაც სამინისტროს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში რეორგანიზაციის გამოცხადების უფლებამოსილება მიეცა. თუმცა როგორც ირკვევა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები აღარ გაერთიანდება და ტექნიკურ უნივერსიტეტს მხოლოდ არატექნიკური ფაკულტეტები გამოეყოფა. მასწავლებელ გიგა ავალიანის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ და სხვა ძალადობრივი დანაშაულების ფაქტზე ბრალდება წარედგინათ. გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებამ ახალი გარემოებები გამოავლინა. პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე თბილისის პროკურორმა გიგა ავალიანის საქმის მოქმედ პირთა მონაწილეობით გამოვლენილ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებზეც ილაპარაკა. დგინდება, რომ ისინი სისტემატურად ჯგუფურად ძალადობდნენ წინასწარ შერჩეულ ადამიანებზე. საგამოძიებო უწყებამ ამ ფაქტების ამსახველი ვიდეო მასალაც გაავრცელა. 2025 წლის ზამთარში გიორგი რიკაძემ, ალექსანდრე გაბაშვილმა, დემეტრე ჩიქოვანმა და სხვა პირებმა იმ მოტივით, რომ თითქოს და 30 წლამდე მამაკაცი ერთ-ერთი მათგანის ახლობელ გოგონას სოციალურ ქსელის მეშვეობით წერდა, მისი დასჯა და დაშინება გადაწყვიტეს. ამ მიზნით 2025 წლის თებერვალში ღამის საათებში გიორგი რიკაძემ, დემეტრე ჩიქოვანმა, ალექსანდრე გაბაშვილმა და სხვა პირებმა დაზარალებული მოტყუებით მიიყვანეს ქალაქ თბილისში, დიდ დიღომში, მესამე მიკრორაიონში, მე-20 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე და სხეულის სხვადასხვა არეში ხელფეხის მრავალჯერადი დარტყმით ფიზიკურად გაუსწორდნენ მას, ხოლო ძალადობის პროცესი მობილური ტელეფონით გადაიღეს. ასევე 2025 წლის ზაფხულში ქალაქ თბილისში, დიდ დიღომში, მესამე მიკრორაიონში, 21 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გიორგი რიკაძე და ალექსანდრე გაბაშვილი სხვა პირებთან ერთად სხეულის სხვადასხვა არეში ხელფეხის მრავალჯერადი დარტყმით ფიზიკურად უმოწყალოდ გაუსწორდნენ წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს, ხოლო ძალადობის პროცესი ასევე მობილური ტელეფონით გადაიღეს. გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლის მე-4 ნაწილით. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა და სხვა ძალადობრივი დანაშაულის ფაქტებზე 225 მუხლის პირველი და მეორე ნაწილით ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი გაიმართა. სხდომა დახურული იყო. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში დატოვა. გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. გენერალური პროკურორის გიორგი გვარაკიძის ინფორმაციით საქმე ეხება დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და ეგრეთ წოდებული კოლ-ცენტრების მფარველობას, საიდანაც მიღებული თანხით ფინანსდებოდა ოპოზიცია. სომხეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 9 თებერვალს გააფორმეს შეთანხმება სამოქალაქო ბირთვული ენერგიის სექტორში თანამშრომლობის თაობაზე, აცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. ფაშინიანმა შეთანხმება გააფორმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან, რომელიც სომხეთში 2დღიანი ვიზიტით ჩავიდა. შეთანხმება შესაძლებელს ხდის ამერიკის შეერთებული შტატების 5 მილიარდი დოლარის ღირებულების ტექნოლოგიის ექსპორტს, ასევე ბირთვული საწვავის კონტრაქტებს 4 მილიარდი დოლარის მოცულობით. განაცხადა ვენსმა ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ. მის სიტყვებს ავრცელებს სააგენტო DPA. სომხეთში ვიზიტის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აზერბაიჯანში ჩავიდა, სადაც მას ქვეყნის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დახვდა. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ანტიევროპულია და ევროკავშირის დაშლას ცდილობს. ემანუელ მაკრონმა მედიას განუცხადა, რომ თუკი ევროკავშირი არაფერს მოიმოქმედებს, ის 5 წელიწადში განადგურდება. მაკრონი მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატების ახალი სტრატეგია ევროპისთვის გამოღვიძების სიგნალი უნდა იყოს და გაერთიანებამ დაგვიანებული ეკონომიკური რეფორმები სწრაფად უნდა გაატაროს.
საერთაშორისო მედია იუწყება, რომ ევროკავშირი სამშვიდობო შეთანხმებისთვის რამდენიმე ვარიანტზე მუშაობს, რაც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს მოიცავს. როგორც მედია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება განიხილება კიევისთვის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული წინასწარი დაცვის მექანიზმების უზრუნველყოფის, ასევე წევრობის გარკვეულ უფლებებზე დაუყოვნებლივი წვდომის შესახებ ვარიანტები. წყაროების თქმით, ევროკავშირი უკრაინას მიაწვდის ნათელ გრაფიკს იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც მან ოფიციალური პროცედურების წინსვლისთვის უნდა გადადგას. სხვა ვარიანტები ითვალისწინებს გაწევრიანების არსებული გზით გაგრძელებას ან გარდამავალ პერიოდს და პროცესში თანდათანობით გაწევრიანებას. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლებელია დაჩქარებული სცენარის პირობებში, რაც გულისხმობს ზოგიერთი ამოცანის შესრულებას გაწევრიანების შემდეგ.